მე ვარ სანდრო ბერიძე 10 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, ხატვა და მუსიკა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 3 წლის. რატომ გავხდი 1 წელი დავდიოდი ხატვის წრეზე და იმიტომ გამოვედი დრო არ ყოფნიდა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი ხარჯება გარდაცვალებაში და კითხვაში. ყველაზე ხშირად ვხატავ პორტრეტებს და პეიზაჟებს. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ ძალიან ყვირალა ფერია და ნახატს აღუჭებს. ყველაზე რთულია თვალის ნახატვა და ყველაზე ადვილია სახლის. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 30 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ როცა გავიზრდები უნდა დავათვალიერო და გავიხსენო ჩემი ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 20 წლის ასაკში. მე მაქვს ძალიან კარგი და ბედნიერი ბავშვობა. ასე იმიტომ გონია, რომ ვერთო ვიხატავ, ვკითხულობ და მშობლები ძალიან ზრუნავენ ჩემზე. ნახატი არ გამიყიდია და მყიდველი რომ იყოს სიამოვნებით გავყიდი. თვითონ ნახატი ეღირება 15 ლარი. მე როცა ფული მაქვს, ზოგადად ვხარჯავ სახატავ ნივთებში. ბევრი ფული რომ მქონდეს, კარგ სახლს ავაშენებდი, მე სამხატვრო მასალებსაც ვიყიდი ჩემთვის და შეუდგებოდი კარგი სახით ჩემთვის ერთ ოთახს გავიკეთებდი და იქ ასე როგორც ამ ოთახში არის, ისე გავაკეთებდი ჩემს ნახატებს. ამ ოთახში თან დავხატავდი და თან მექნებოდა გამოფენა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს თბილი და კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ირაკლი ირევაძე, ყველაზე ჭკვიანი ქეთა ვაშაკაშვილი. ყველაზე ბედნიერია ბარბარე გორაძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავწინდი, რომ სხვადასხვა სკოლებში შევედით ბაღის მერე. ცოლს რომ მოვიყავ, ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქვე დემეტრეს და ემილის. ჩემს ცოლს დავარქვე ნათიას. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის მზია პაქსაძე. ძალიან კარგად გვიხსნის ყველაფერს, არ ყვირის, არის ახალგაზრდა 7 მასწავლებელი. რო გავიზრდები, მინდა გამოვედი არქიტექტორი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოვსულიყავი ჰალკი. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, იმიტომ რომ უფრო უკეთესი მხატვარი ვიქნები. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა რომ მყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 8 წლის და ქვია გიორგი. ის არის ჭკვიანი, მხიარული ცერკი და მოცეკვავი. ჩემი აზრით გიორგი რომ გაიზრდება, გამოვა ფოტოგრაფი. ვავიკოა სიმპათიური, მშრომელი, მხიარული და გაუღალავი. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ გონია რომ თბილი სიტყვებს ეუბნება, ზრუნავსვასზე და საჩუქრებს ჩუქრის. დედიკო არის თბილი, განათლებული, ლამაზი და მშრომელი. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე გივლინად გააკეთებს ლობიოს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ცნობილი ხუთეული. საყვარელი ფილმია ბეჭდების მბრძანებელი. მე ასევე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ერთი წელი დავდიოდი ფეხბურთზე, მაგრამ სამწუხაროდ იქიდანაც გამოვედი დროის უკმარისობის გამო. მე ვარ მარჯვენა ნახევარმცველი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის ზუსტი პასი. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი დარტყმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი და საყვარელი გუნდია ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 9-ობით. ჯანდაცნური ჯოხი რო მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ ბალანჩივაძის მუსიკალურ სკოლაში. ვარ მე-3 კლასში და ვუკრავ გიტარაზე. მაინც გიტარებით ავარჩიე, რომ უფრო მარტივი სასწავლია გიტარაზე დაკვრა, ვიდრე სხვა ინსტრუმენტებს. სირთულეების არ მეშინია, მაგრამ გიტარის ჟღერადობა უფრო მომწონს. თავიდან ყველაზე უფრო გავიჭირდა აკორდების აღება, რადგან თითები მტკიოდა. ყველაზე უფრო გავიმარტივდა რითმების სწავლა. მინდა კარგად ვისწავლო დაკვრა და დავუკრა დიდ სცენაზე. გიტარის გარდა კიდე მინდა ვუკრავდე სალამურზე. სიმღერაც ძალიან მიყვარდა და ჩემი საყვარელი სიმღერა ფრანგული გარდაგანა. და გადო გაფიშევასტობში თქოქვამე, ჯავასაბე გიბაბე, ჯოგენის კაფსტი ჯავე, ოლავიდე, ოზეთა ეპიავიდე, ვივივა, ლოტკოსე, ეჩიგა იესაბეთე, ვივივა. სიგა მონაწილეობ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. სანდრო რო არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე სანდრო დავარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ სანდრო რო არ მერქვას, არ მერქმეოდა დაჩი. შემდეგ მონაწილეს მოტოვებ ასეთ შეკითხვას, ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში. მაგალითად მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს მათთან ერთად. ჩემი ოცნების საჩუქარია მომენტი და სახატავი ტილო. მეძება არის მოგზაურობა, ჯანმრთელობა, ყვდება სიყვარული, შენი საყვარელი საქმიანობით რომ დაკავდები და ასე შემდეგ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.